შევედით ეთერში. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ შემოგიერთდით ცხელი ზაფხული და ცხელი ფეხბურთით და დღეს გვექნება ძალზედ საინტერესო განხილვა. საინტერესო მატჩები გქონდა და ასევე ეროვნული ლიგა, რომელიც ამით დავიწყებთ. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, იაქტიურეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, აი მაგალითად ვინც გვიწერს ჩვენ კომენტარებს, ასე თუ ისე ვასრულებთ ამ მოთხოვნებს, იმიტომ რომ აგერ Formula 1-ზე ვილაპარაკეთ, ადამიანმა დაგვიწერა კალათბურთზე ილაპარაკეთო, ამასაც მოგვიანებით მე რაღაცას მოვახერხებთ. ამ ეტაპზე არის ცხელი საფეხბურთო ზაფხული. უფრო მეტი დატვირთვა ექნება, რა თქმა უნდა, მუნდიალებს და მსოფლიო ჩემპიონატს. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი ეროვნული ლიგის და საქართველოს ესე ვთქვათ პოპულარიზაცია და დავიწყოთ ეროვნული ლიგით. მოგესალმებით. სალამი. მოგესალმებით. მოგესალმებით ბიჭებო, მოგესალმებით მეგობრებო. ეროვნული ლიგით დავიწყოთ და კაი თამაშები იყო, განსაკუთრებით გუშინ ბოლო თამაში გაგრადინო, ამჯერად იქეთ თამაში. დილას თამაში იყო ძალიან კაი, დინამო-ბაქთან. და რამდენიმე თამაში დავესწრით კიდეც. და რაღაცა აზრი შეგვექით. კი. სამივე ვეღარით. კი. რომლით დავიწყოთ, რომელი თამაშით? დავიწყოთ მოდი იბერიაზე დავიწყოთ, მაგრამ ჩემპიონი გიგია. გასიტყვით. იბერიის თამაშზე რასაც ვიტყვი, ისე ანუ პირველი ტაიმი მომეწონა. მარტიშვილი გამოკვეთილი ლიდერია აშკარად გუნდში და მე ამ ფეხბურთელს ძალიან მინდა რომ ნაკრებში იყოს. ჯერ 19 წლის არის თუ 18? 17-ის არა. ჯერ 17-ის არის წინა და აი რაც თავარი არის არ ჩაუქმეს რა. ჩვენ ვიცი 17-19 წლამდელებში აი რაღაცა გამოიჩენს თავს, მე წამოვა ცოტა და მე ვეღარ და მარტიშვილზე დიდი იმედი მაქვს რომ გაამართლებს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპის გუნდშიც, მათ შორის და ნაკრებშიც აუცილებლად და არაერთხელ გვასახელებს. რაც შეეხება მთლიანობით მატჩს, მეორე ტაიმში ჩემი აზრით კი ჰქონდათ იმის სურვილი მოგების, მაგრამ აი თითქოს აი ფიზიკური ვეღარ ძლია რა. მეორე ტაიმში მეგონი ის უკეთესი იყო სპაირი. კი, მომენტებში, მაგრამ ამათაც კაი მომენტები ზოგადად იქ ბოლო წუთში მოხდა. დაიღალნენ ჩემი აზრით, არ არიან ჯერ მიჩოლები ამ ხელას ეწონას და მე იმას მივესალმები, რომ ეროვნული ლიგა სხვათა შორის თქვენ თუ გონიათ რომ ისე ძველებურად და ესე ტალახიანი თამაში ხდება, ვსდებით ძალიან. აი უბრალოდ ერთ თამაშს დაესწარით და თქვენ თვითონ გამოიტანეთ მე შედეგები. თუნდაც აი ხა გადავალ ჩვენ შემდეგ თამაშების განხილვაზე, მაგრამ იბერიას როგორც ასეთი პირველი ადგილი იყო, კი ქულები დაკარგა ნიჩი ერთ-ერთი დამთავრდა ეს თამაში. და საბოლოო ჯამში მე ვისიამოვნე ამ თამაშით. და ახლა იმასაც დავამატებ ბოდიში ბიჭებო, რომ აი ტელევიზორში გადმოეცემა თამაშები ეროვნული ლიგის. ძალიან ცუდი ხარისხით არის გადაღებული. და რომ უყურებ ტელევიზორში, აი გონია რომ აი ჩამორჩენილი რაღაცა, ესე ვერ უყურებ რა, ის ცუდი არის გადაღება. აი ხა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები როგორი გადაღება აქვს, ხო? მაგასთან შედარება. და აი ჩვენთან როგორი გადაღებაა და აი მაგას არ დიდი მნიშვნელობა და კარგი იქნება. იწოდება პროდუქტებს. ცოცხლად დაესწრებით ამ თამაშს და უფრო სიამოვნებას მიიღებთ ჩემი აზრით. ანუ ბოდიში. ხო, თავი სამივე თამაში, რომელზეც ორზე ვიყავით და ერთი ისე უყურე. საკმაოდ კარგი თამაშები გამოდგა. იბერისგან ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა მაინც. ცოტა. მარტიშვილი ძალიან კაი ბიჭია პირველ ტაიმში. რამდენიმე ისეთი შედეგა ჰქონდა და ძალიან კაი პასებიც არიგა. გოლიც გაიტანა. პრინციპში მაგის აქტიურობას მოყვა ის პენალტიც, რომელიც ვერ გაიტანა. აქეთ მე შახტე გაგრადინაზე ვიყავით. რუსთავისგანაც ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა, თან მე შახტე მაინც ბოლო ადგილზეა და აი ჩემი ქალაქის გუნდია და უფრო ამ თემაში შევეხები. მე შახტეს აქ ეგ არ ვიცოდი, ძალიან სერიოზული პრობლემა რომ გუნდის საშინაო არენაზე ვერ თამაშობს იმის გამო რომ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ტრიბუნში, რაცა სტადიონში. გუნდი თამაშობს წყალტუბოში და ვარჯიშებს ატარებს თურმე თბილისში. წარმოიდგინე. და კიდევ უფრო ართულებს გუნდის მდგომარეობას და არ ვიცი ახლა მოთხოვნაც ქონიათ რომ ბარემ თბილისში ვითამაშებთო რა ხან აქ ვართო და იმედი ამას მაინც დაუკმაყოფილებენ და ისედაც უჭირს გუნდს ყველანაირად და
ეგ დამატებით სირთულეები კიდე აღარ ჭირდება. დაჭირებას თუ მე ყველას უჭირს. ხო, მაგრამ წარმოიდგინე წყალტუბოში არა, ჩადიხარ ხო, სათამაშო მესმის რაკედან კაცო. აქ ვარჯიშო, ხო, ეგ საერთოდ ისეთ ძალიან დასამანია, რომ ტრიბულში რაღაცა რეგულაციების გამო, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი მოედანი, ვერ თამაშობს გუნდი, იმიტომ რომ ტრიბულისთვის იქნებოდა ეს ზეიმი ნამდვილად, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები რო იქ ტარდებოდა, დარწმუნებული ვარ მე რომ ვიცი განწყობა და ფეხბურთი როგორ უყვართ. სტადიონიც გაივსებოდა და სულ იქნებოდა ძალიან კარგი სანახაობა, მაგრამ სამწუხაროდ არ ხერხდება ამ ეტაპზე. და იმედია ამ მოთხოვნას მაინც დაუკმაყოფილებენ და თბილისში მაინც გაიმართება დარჩენილი მე-3 წლიდან მაინც. არა და რაიონებში უფრო მეტი მაყურებელი ყავს. მაყურებელი და ინტერესი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდეს გაივსება ხოლმე. იქ ეხა თან იქ ისე ეგარი არაფერი ზეიმი იქნება, ფეხბურთით იცხოვრებს ქალაქი ის. ხო და თბილისში თბილისში მისული ვეთრევა თამაშებზე სიარული. ხო, მე შახტեմ ისევ წააგო, მაგრამ ცუდად ისე ცუდად არ უთამაშია როგორც წინა მატჩები და იმედია რაღაცა ამ წრეში ერთ მოგებას მაინც. თორე ძალიან გაუსწრო უგო ყველამ და ძალიან დაბადი აქ არის. ასევე ისიც ვახსენებთ რომ ტორპედომაც დამარცხდა. ტორპედო დამარცხდა 3 გოლთან, წყალტუბო. ესე თქვათ ის მოხდა რა. ძალიან სენსაცია მოხდა. სენსაციები იყო, კი, ამ თურს ფაქტობრივად რუსთავის გარდა ყველა ლიდერმა კლუბები დაკარგა, დინამო, რუსთავაც ძლივს, ანუ რუსთავმაც ხო გაჭირვებით მომიგო. რა გაუჭირდა აშკარა. მაგრამ რუსთავს ახლა აწყობდა ის შედეგები, რაც ახლა ამ ტურში იყო. ტრიბულთან რო ეგრე გაგიჭირდება, მაშინ არც უნდა პრეტენზია მოვარი არის და უკვე ორი ქულა არის იბერიას და იმას შორის რუსთავს შორის. შემდეგი ტურის მატჩი უკვე ვაკეში გაიმართება მიხელ მესხის არენაზე, სადაც იბერია უკვე რუსთავს იქნება გარდამტეხი ალბათ. აი მაგ თამაშს დავესწროთ. ხვალა. ხვალა. ხვალ კი არა, ზეგმეტში. შიგნეთშია. იქნება ამენაირად დავესწროთ. ძალიან კაი თამაში იქნება წესი. მაგარი ჯახი იქნება. დაძაბულობა აქეთ გაგრა დინამოზეც თქვათ 1-2 სიტყვა. სანამ გაგრა დინამოზე გადავალთ, იმას ვიტყვი, რომ ტორპედო დამარცხდა, სხვადასხვა კაცი გაუგდეს. მაგრამ ამან მაინც არ განაპირობა მარცხი უფრო მანამდე რა, იმიტომ რომ ვერ თამაშობდა. რაღაცა ვერ აწყეს ჯერმა თამაში და. აი ხო ჩავარნაყვა. ხო ვიცი ჩვენ ხა ქუთაისური ბალეშიკობა როგორია, როგორი აგრესიულები არიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართ როგორი მოსიყვარულეები და იუმორით გამოირჩევიან რა და. აი ერთმანეთში აქვს ძალიან კარგი ისა რა დამოკიდებულება თორე. ეხა მაგალითად ეხა თბილისის დინამოს რო ეთამაშებიან, ნებისმიერ ვიღა და როგორი აგრესიული ისიციან და მან თქოიცი ერთნაირად თუ შეიგინეს, მეორე თუ იგივე გაიმეორა, აღარ ვარგიხარ რა გაგდები. ტორპედო ძალიან კაი გულშემატკივარი ყავს. კი, ძალიან კაი. ესე როგორ პათუმს და ასე. დინამოს უბრალოდ აკლია რა, მეტი უნდა ყავდეს. დინამოს მეტი უნდა ყავდეს, აი ტორპედოსთან რა რაოდენობაც იყო, ეგ რო დადიოდეს რეგულარულად თამაშებზე. ტორპედოსთან მატჩი 6000 კაცი იყო სტადიონზე დაახლოებით თუ მეტი. აი ეგრე რაოდენობა რეგულარულად რო დადიოდეს თამაშებზე ძალიან კაი იქნება. დინამოს გუშინ მქონდა ძალიან კაი თამაში. დინამოსთვის არის ხო კარგი, მაგრამ ზოგადად თამაში იყო. მატჩი აი რაღაცებს ვლაპარაკობდით, ძალიან სანახაობრივი და საფულები ძალიან იმად დაიწყო, რას ფიქრობთ პირველი ეპიზოდი, პენალტი რო გაუუქმა მერე დინამოს. ხო არა, ეგ ძალიან ისეთი უცნაური მომენტი იყო. მაგრამ ტანიდან აისხდიდა და ეგ მაინც იმოქმედა, მერე ვარზე გადამოწმდა და არა და დადებული ქონდა უკვე პენალტი, მერე წამოიღო ეგრევე გაგრამ ბურთი და პირველი გაიტანა. ძალიან კარგი კონცერტები ქონდა გაგრას და ის ფეიქრიშვილის გოლი იყო რაღაცა ფეიქრიშვილის გოლი ფეიქრიშვილის გოლი ტურის ტურის გოლია უდაო. ბრძოლებს კი არა ხო, ერთ-ერთი ძალიან მაგარი გოლია. ტური არა მარტო ტურის, ისედაც ამ ჩემპიონატში გადადგმულ გოლებში ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გამოდგა და დინამოს რა პრობლემაც აქვს? ერთი რომ მომენტების რეალიზაცია უჭირს. ძალიან ბევრს აფუჭებენ. 25 კარისკენ დარტყმა ქონდა აქედან 14 წავიდა. ძალიან ბევრს აფუჭებენ ერთი ეგ და მე კიდე დაცვაშია ძალიან სერიოზული პრობლემები, რა ვიცი. იმატა დაცვაში უკვე მან რა ქვია, შეცდომებმა უკვე გუნდიც ასე თუ ისე უკვე აღარ არის ისე ფორმაში როგორც ქესფას მოსვლის. ხო, თავიდან პირველმა იმან გადაიარა და უკვე მაგრამ ქესფაია რატომღაც ქართველებს მაინც არენდო რა, შეცვლაზე რომ შემოყავდა სულ უცხოელები, რომ იმათ იმედზე იყო, რომ იგრე რამე ისა, მაგრამ ჩემი აზრით მან ეგეც პატარა ის იყო
რა. მე თან დობაც უნდა კონდეს ენიანის. მოვა მაგისტროს ეხა ციკლია დააყენა ძირითადში, მაგრამ არ ეყო რა, აშკარად მეტი ახლა თორნიკე საერთოდ არ გამოვუყვანი მაგალითად. კი, გასაგებია პატარა ბიჭია რაღაცა, მაგრამ მაინც უნდა მისცე რა, მაგროს უფრო мотиваცია ექნება იმ ბლოკს რა, გესმის? ეგ ეთამაშა ხა 5-0-ს რო იგებდა გადაწყვეტილი როა და მე გაგყავს. არა, აჩვევს თანდათან ეგ წმენმა ხომ არა, ამდენჯერაც გაიყვანა, სუეგედოს გაიყვანა, უკვე ბოლოში რაღაცა ისე რომ ისა, ჩემი აზრით უფრო დატვირთოს რა მაინც. მე მგონი მოვა მაგისტროც, თემურს ეგ არ ეშლება. საერთაშორისო ძალიან საინტერესო იყო ქეძბასთან ინტერვიუ იყო ამას წინათ. ეროვნულ ჩემპიონატზე ისაუბრა და ასეთი რამე თქვა, რომ თვითონ ჩემპიონატი ძალიან კაია. შიდა კონკურენცია მაღალია, მაგრამ როცა საქმე მიდის უკვე ევროტურნირებზე გასვლაზე, ამ ეტაპზე უკვე ეგ პრობლემაა ჩვენთვის და ამ ეტაპზე არც ერთი უნი არ ყავს ისეთი რომ მალე იწყება უკვე ეს მით უმეტეს უკვე მოდის რაღაცა ერთი თვე ხო ფენახევარი და მერე უკვე არც ერთი გუნდი მართლა ეგ სათქმელია რაც სათქმელია თემური მაგიტო მომწონს მე რომ არა და ეს თამაში მეგობრებო აუცილებლად უნდა მოეგო დინამოს და ეხა მესამეზე ვიქნება ქეცბა მაგიტო მომწონს მე რომ რაც სათქმელია ყოველთვის ამბობს სხვადასხვა ჭიაბრიშვილს იგივე თქვა მანამდე რომ ამ რესურსით და ამ ეტაპზე ხო ამ არ დამადავს ხო არ დაიწყებს ის მოწლეკით ლაპარაკს რაც არის იმას ამბობს რომ ამ ეტაპზე ქართული გუნდებისთვის ევროტურნირი ჯერჯერობით მიუღწეველია ამ ფორმით რაც ახლა ყოველთვის მაგას ამბობს კიდე და აი რა ეგეც ჩემი აზრით რაღაც მომენტში ვეთანხმები ბაზარი არის მართალს ამბობს და მართალს ამბობს ბაზარი არის მაგრამ ნაკრებში იყო მწვრთნელი იქაც მაგას ამბობდა რომ ახლა რომ ხომ არა ფეხბურთის мотиваციას მასეც რო აწვდი ახლა ის ვაფშე ვერაფერს ვეღარ იზამს რასაც აკეთებდა იმის ნახევარსაც ვეღარ გააკეთა ჩვენი ქართველების იმის ისე არის მინუსები რაც გვაქვს და რაც გამოსასწორებელი რომ აი მაგაზე რო ყურადღებას გვიახვილებენ და ერთ გულში უშვებ და მეორე და გამოუშვებ და აი მაგას არ აქვს ყურადღებას იმიტომ არის ეგეთ შეცდომები ფეხბურთელია სწორს ამბობს ფეხბურთელს კი არ ეუბნება კაცო ამას ამბობს ვინც საჭიროა იმას ეუბნება მაგას მე ხა ხო და უნდა ითქვას რა უნდა ითქვას მაგრამ უნდა გაამხნევო ბიჭო აი მაგალითად აი ცოტას გადაუხევ ბოდიში მეგობრებო აი რეალი ატლეტიკოს ფინალი გავიხსენოთ 1-0-ს უიგებდა ატლეტიკო და რონალდოს გასახდელში რომ მოუწოდა და ისა. იმე რონალდომ თან რა. დაწყნარდი თორე ამ თამაშს იმენა ვიგებთო რა. იმენა 100%-იანი. არა ეგ არა ახლა ფინალის დროს ნახევარ იმაში ტაიმის მერე ხომ ვაგეცფაიას ხონი ეგეთი мотиваცია? შენ რა იცი გასახდელში ასე უნება როგორც წული რა ვიცი. ქეძბას ფეხბურთელებთან ურთიერთობას ჩვენ ნახეთ და ვასწავლეთ ნამდვილად. არა, მაგას არ გულს უბრალოდ ანუ შენ ხმამაღლა რო იძახის. ხო, იძახის, ეს ისი ადრესატიც არის, იმან უნდა მიიღოს. ჯერ ახლა მოვიდა რეგულაში. აი, გაგა. ვერ მოისვენა, ხალხო, ვერა და გატეხას კამი ძალიან კამი. ბეკატე, ბაჭო. მოდი ეს არ მოიჭრება. მეორე კუთხით არ მოიჭრას ეს. მეორე კუთხით შეხედია. არ მოიჭრას. ეს პოლემიკა კაი. მეორე კუთხით შეხედია. როაჯერ რო იძახის და აქამდე რეკული რო არ გაიბერტა, არავინ მოდი ისინი გავხებინოთ მაშინ. რამდენი ხანი რატომ უნდა იგდეს ეს ვიდეო გააკეთე ფედერაცია? ვისაც ეხება ყველა კლუბების ხელმძღვანელები მაშინ თვითონ საქართველოს ჩემპიონატი უნდა მოძლიერდეს. ხო და მაგას იძახის ეგ კაციც. თუ ფეხბურთელის რა მაგას იძახის ეგ ფეხბურთელი არ უთქვია კაცს ფეხბურთელის ბრალია. ბოლომდე 100%-ით უნდა დაიხარჯოს ფეხბურთელი, მაგრამ აქ უკვე მე შემოვდივარ რომ მაშინ მაყურებელი უნდა ყავდეს. მაყურებელზეც არა, მაყურებელიც მოთხოვნა მიწოდების ამბავია. აი ხა აი შეხო თამაშობდი ფეხბურთს და ასე თუ ისე იცი ის ატმოსფერო, ხო? და რა როგორ გირჩევნია სავსეს ტრიბუნას რო ხედავ, თუ სამი კაცი როა და რა ყლეა ეს და გესმის. ჯიგარი ხარ, ვთქვი. მე ჯობდა არ გეთქვა, მაგრამ პირდაპირ გეტყვი რომ ჯერ ერთი ისეთი კითხვა არის, რომ ეგეთ კითხვაზე ყველა მისის პასუხი. ხო და ანუ ეგ განაპირობებს ფეხბურთის მაყურებელი ყველაზე მეტი მივიდა დინამო ტორპედოზე. ხო და მე კარი იყო კაი თამაში. სად ისეთი არა როგორც წინა თამაშები ქონდა დინამო. ნუ ეხა ყოველ შემთხვევაში ცუდი თამაში არ იყო და ეგ შევა ვაფშე არაფერი მოხდარიყო. ცუდი არ იყო, მაგრამ ეს გაჭამდნენ და всё. მაყურებლის რაოდენობაც გაიზრდება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ უნდა გაიზარდოს პირველ რიგში. თუ ფეხბურთი უნდა წამოვიდეს ქართული ფეხბურთი, ისე რომ ფეხბურთელები შევინარჩუნოთ და ცოტა რომ გამოძლიერდება და აი უკვე კლასი რო შეეტყობა და რომ გავარდება, ხა იყიდეს ძლიერი გუნდი და წავა.
კარიერას აკეთებს ხო და მაშინ მაგმა ბავში გეთანხმები და მართალია კეცბაია რომ მისახედია აქ. ხო და მაგას ამბობს. მაგიტომაც ფეხბურთელებს არ ლანძღავს. ეროვნული ლიგა ვეღარ განვითარდება ასე თუ ფეხბურთელი წავიდა ყველა მეორე წავიდა ვიღა უნდა ითამაშოს აქ. მოვა ახალი ისინი და ისევ იგივე პრობლემა იქნება. ხო და ზუსტად მაგას ამბობს ხეძვაც მაგაზე ლაპარაკობს და რა ფეხბურთელებს. ხო და მაშინ გამოსავალი რა არის? ანუ არ გვეშველება არასდროს ჩვენ? რო გვეშველებს მაგას ცდილობს ეგ კაცი ნახოთ. ნუ ხო და ამინაირად რო იძახის პლუს დამატებით რომ ეხა ჩვენთვის ადრიაო ჩემპიონთა ლიგაო ისაო ევროპას ლიგაო და დაჟე იმასაც რა ქვია მესამე იმას რა კონფერენციის ლიგაზეც რო არის ძახის რომ მან მაინც უბრძოლოთო ბიჭო იბრძოლე ასამოს ბაზარი არა იბრძოლე რამდენი წინა გიშლის ხო და ტიპი იძახის რომ არა ჩვენთვის ეხლა ჯერ ადრიაო და კონფერენციის ლიგაზე მაინც გაიბრძოლე და ახლა ხო დინამო ხო ახლა კონფერენციის ლიგის იმაზე მე ვარ დინამოს ბალეში და ამიტომაც ვაწვდი ხო დინამო კონფერენციის ლიგაზე ახლა მესამე რაუნდი და პრობლემაცა ერთვება მესამეზე უნდა იყოს ხო და ნახოთ რა შენ გონი არის ბრძოლებს ახლა ეგრო განაცხადა მაგის ბრძოლაში იქნება მაგრამ უბრალოდ ამბობს რა პრობლემაც არსებობს რეალურად იბადონო რაღაცა ზედმეტი ბოლოდინი არ უნდა შევიქნათ რომ ახლა ორი კაი თამაში იყო ეროვნულ ლიგაში არა ეგ არ ვიფიქროთ რომ რაღაცა ცაში ვართ აფრენები ძალიან სერიოზული პრობლემა აი ძალიან დაგვეწელა დინამოზე ლაპარაკი და ბათუმსაც შევეხოთ ორი სიტყვი დინამოს 3-2 და ბათუმის თამაში არ მინახავს უბრალოდ კაი თამაში იყო მოდი ესე ვთქვა ცენტრალური თამაშიც შეიძლება ჩაითვალოს რატომაც არა რომ ყველაზე სანახავი გოლიანი 3-2 დაამარცხა თან აქაც ბათუმს კაცი გაუგდეს და მაინც მოიგო და მიულოცოთ ბათუმელ გუშემატკივრებს ბათუმის გამარჯვება პრობლემები ქონდა და ძალიან უნდა და ეს გამარჯვება ბათუმს ჭიაბრიშვილი რაც მინდა შედარებით რაღაცები დალაგდა გამოადგება ეხა დინამო დამარცხა თბილისი და ბათუმ არ გაიმარჯვა დაიმყარა პოზიციები და ბოლოს სხვა მეგონი ესენი იყო რა ახლა გადავიდეთ ჩვენს თავარ ეს იყო რუბრიკა ქართული ფეხბურთი ახლა გადავიდეთ სოფლიო ჩემპიონატზე მუნდიალებზე გადავიდეთ სოფლიო ჩემპიონატზე თან კაი ბევრი თამაში დაგროვდა უკვე კი და ნენელა მივხედოთ დავიწყოთ ბრაზილიით ბრაზილიით დავიწყოთ პირველ რიგში იმას ვიტყოდი რა უკვე სამი ფავორიტი გუნდის თამაში ვნახეთ ბრაზილია გერმანია და ნიდერლანდები და პრინციპში მე არ დამჩენია განცდა რომ რომელიმე ნომერ პირველი ფავორიტი იქნება მსოფლიოს მოგების ამ სამიდან რაც ვნახეთ ჯერჯერობით თურქეთის ნაკრების წაგება იყო ჩემთვის ცოტა სიურპრიზი მიუხედავად იმისა რომ ავსტრალია ვიცით რა გუნდია მსოფლიოზე სულ კარგად გამოდიან მაინც ასე 2-0 მოგებას ასე იმად არ ველოდი ასე მარტივად მოიგებდა ავსტრალია ძალიან კაი შტაბი და ამიტომ ავსტრალიის ნაკრებმა შვეიცარიისგან გამიკვირდა ის ფრე პატართა რაღაცა უცნაური ის იყო არ ველოდი მაგასაც ველოდი რომ შვეიცარია მოიგებდა აქეთ კიდე სხვა რა ისეთი თამაშები ხო გამიკვირდა რომ შოტლანდიამ მარტო 1-0 მოიგო მეტოქის ჰაიტის სიძლიერიდან გამომდინარე ველოდი რომ უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ სხვა პრინციპში ისეთი უცნაური არაფერი შვედეთის ნაკრები მომეწონა ძალიან უნდა ვთქვა იმიტომ რომ შვედეთის ნაკრები ცოტა მაინც ისეთი გუნდია რომ ზოგჯერ ტუნისზე თამაშებოდა ხო დაცვიდან იწყებენ ხოლმე და მაცოზე ტუნისმა გაუტანა გაის 2 გოლი პირველი ის ხო მე კარის ეს ტუნისმა გაუტანა 2 გოლი ბოლოც პირველ და ბოლო ისაკი იყო ძალიან კაი 2 ასისტი და 1 გოლი ის მეორე ასისტი ცოტა გინახეთ ალბათ როგორი უცნაური იყო ჯარიმიდან თავიდან ყველას ეგონა რომ ის გოლი გასაუქმებელი იყო და მე ვარმა და სენსორმა დააფიქსირა ვარმა კი არა სენსორმა დააფიქსირა ასევე შვედეთის თამაში იყო მომენტი როდესაც შესწორზე შემოსულა ფეხბურთელმა პირველივე შეხები გაიტანა გოლი ეგ იყო ის გოლი ისაკის პასით ძალიან მაგარი გოლი იყო მაგ თამაშიც და ზოგადად შვედეთმა კაი შტაბი-ჩრდილობა და კაი კომანდა ყავს შვედეთს რა ანუ ისე რაღაცას თარები არ ყავს მაგრამ აი იმენა გუნდი კაი ჩანს რაც თავარია ხა ნუ მაგათი ვიკინგური ხასიათი ბრაზილიაზე ერთადერთი რისი თქვა შემიძლია უყურეთ ამას ბოლომდე და უბრალოდ ვერ მივხვდი რატო თამაშობდა ანუ დაბალი დაცვითი ბლოკით ბრაზილიის ანჩელოტია
მაგაზე მიდი თქვი და მე ბურთი ამოდი, ანუ ბურთი უნდა ამოეტანათ, ანუ ცდილობდა მარკინიოსი და მაგალაეში ბურთის ამოტანას, ანუ პირველი პასი კეთდებოდა ცენტრში და კაზემირო და გიმარაეში იმდენად გათიშულები და ამოვარნილები იყო თამაშიდან, რომ პირველივე პასი ნახევარდაცვაში იკარგებოდა, ანუ იქვე საჯარიმოსთან ახლოს იკარგებოდა ბურთი და მაროკომაც ვერ გამოიყენა. ის მომეწონა მაროკოს 6 ნომერი მომეწონა ძალიან მაგარი ბიჭი არის. ერთ-ერთი აღმოჩენა ამ სოფლიოზე ჩემთვის. მე რას ვიტყვი, იცი, ამ ბრაზილია მაროკოს შემთხვევაში? ბრაზილია დაცვით ფეხბურთს ესე კი არ ჩაჯდა. უბრალოდ მაროკო ისე ეთამაშა პირველ ტაიმში განსაკუთრებით. პირველი 20 წუთი მაროკო ჯობდა. ჰქონდა ჩაკეტილი. იმენ აი ვერ ბურბურს ვერ ერთ პასებს ვერ აკეთა, ისე კი არ იყო რომ მაინდა-მაინც დაცვაში იყო 11 კაცი დაცვაში ყოფილიყო. სუისა რა მაშინ პრესინგში აფრთხებდნენ და ბურთს ვერ ათამაშებდა თავისუფლად ბრაზილია. ხა კაზემირო კი მესმის მაგარი ესაა რა დაბერდა რა და ბიჭო ანუ ისე იყო რომ ვეღარ ფაბინიოს მაგიტო შემოიღო. იდეაში კაზემიროს და გიმარაის უნდა გაენაწილებინათ პასები და რაღაცა რომ იქ ფორვარდებს რაღაცა შეექმნა. ეგენი რომ ვერა უნდიც ვერა რა იმიტომ რომ ეს ჩამშლელი აკეთებს თამაშს უბრალოდ ეგრეა ხერძი რასაც ჩაშლილი იყო. კი მე შეცვალეს და მე ცოტა გამოასწორა ბრაზილიამ თამაში, მაგრამ რადგინდა მაინც რაღაც მომენტში ბრაზილიამ დაიკავა უპირატესობა, მაგრამ მე ისე მაროკოს კარნახი წარიმართა თამაში და სულ ესეთი ის იყო რა მე და ირაკლი უყურებით ამ თამაშს დაგვტანჯეს იმენა. და მაგრამ მე ეხლა მე გადავალ იმ უშუალოდ თამაშზე, რომელიც მე მესი ამოვიდა. ამან გული დამწყვიტა პირველი გული იყო. იყო ლოგიკური შედეგი მაგ თამაშში. კი, ანუ მაროკო აშკარად მე თავიდან ხო ვამბობდი მაროკოზე, რომ ერთ-ერთი აი ეს არის მეთქია, რომელიც მეორე ხარისხოვან გუნდად ვასახელებთ. ბრაზილიამ გული დაგწყვიტა და მე აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არა ერთი გრანდი არის, ვინც გულს დაგწყვიტავს. ჩემი პირადი მოსაზრებაა ეს. ნახოთ. იმ მატერიალზე და გამომდინარე რომ სამი გუნდი გადის ჯგუფიდან, მე მგონი ჯგუფიდან ყველა გავა. არა, მაგასაც თამაშის იმაზე თამაშის იმით კი შეიძლება. ერთი იყო აგერ ბრაზილია და ახლა გადავარ ავსტრალია ვერზე თამაშებოდა თურქეთს. როგორცაც ვისაუბრებ. ამ თამაშზე მე ის ვიტყვი, რომ აქ ინფორმაცია მაქვს სხვათაშორის მე რომელიც ისტორიული ფაქტი მოხდა ავსტრალიის განცხადებები აკეთეს თურქეთის ფეხბურთელებმა, კაჩახანოღლუ უნდა ვიღაცები. და რომელიც მოუბრუნდა თურქეთის ზალი უკვე მსოფლიო ჩემპიონობას უმისნებდა. ჩემი აზრით ეგრე არ შეიძლება არანაირად. ზედმეტად საშირო. სულ რომ მართლა მაგარი იყო ეგეთი რაღაცა არ უნდა იკადროს ადამიანმა და მე ვიტყვი ახლა აი საპირისპირო აი ჩვენ საერთოდ აი ჰუმანურად და აი სენტიმენტალური ამბები ჩვენ მოგწონს რა ადამიანებს. ვიღაცა შეიძლება ახლა გოიმივეგონო ამას რომ ვიდახე რაღაცა სენტიმენტებიაო და რო იციან ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ეს არის ფეხბურთზე მნიშვნელოვანი არის ადამიანობა. რა თქმა უნდა. და აგერ 20 წლის ბიჭი რომელიც არის ირაკუნდასი, რომელმაც პირველი გოლი გაუტანა თურქეთს, ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა. და სხვათა შორის ეს ბიჭი გაიზარდა ტანზანიაში დევნილთა ბანაკში. გამოიდგინე მშობლები ბურგუნდიელები იყვნენ თუ რაღაცა და სხვათა შორის ვოტფორდში თამაშობს. იმიტომ რომ ჩიკოვანიც ვოტფორდის მოთამაშე არის ჩვენ ქართველი ბიჭუნა, რომელიც ძალიან დიდი იმედები გვაქვს და მასთან ერთად იქნება ეს 20 წლის ბიჭუნა ირაკუნდასი. და ავსტრალიელია ისე წარმოშობილი. და თამაშობს ჩვენიურად აგერ პირველი კი, ძალიან მომეწონა. ისტორიული ზოგადად ავსტრალიელია და მეათ ლამაზი მოგონებაა რომ უხდება მუნდიალებს ეს რა. მე მეორე ისტორიის შეხარჯები მეორე ტაიმში გაუტანეს. პირველ ტაიმში მოუგეს, მეორე ტაიმიც მოუგეს. ხალხი გაგიჟდნენ, გაგდაბოდნენ, თან ბიჭო იცი რა არის, როდესაც ასეთ გუნდებს ხო არ აქვს მაინდა-მაინც წნეხი რა. გინდა აი ეგ ძალიან დიდ როლს თამაშობს რა. გინდა ეს არის, იმიტომ რომ არა დავალდებულოს გინდა თუ არა იმ თურქეთს მოუგე, გინდა თუ არა გერმანიას. სიამოვნებისთვის თამაშობენ. თამაშობენ თავისუფლად, ლაღ ფეხბურთი ითამაშეს ავსტრალიამაც. ჰაიტმაც სხვათა შორის შოტლანდიასთან ძალიან კარგად ითამაშა, просто არ გაუმართლა რაღაცეებში. გინდა ისა კურასაო ავიღოთ, მაგალითად, მე კურასაოს თამაშიც მომეწონა რა. კი 7-1 წააგო, მაგრამ ის არ იყო ლაღი ფეხბურთს თამაშობდნენ. ის არ იყო აი 11 კაცი აი ფეხების კანკალით არ გამოჩი გუნდი არ იყო იმასავით, რომელი იყო
იაპონიამ რო ითამაშა პირველი ტაიმი განსაკუთრებით. იაპონია კარგად ითამაშა. პირველი ტაიმი ვერ ითამაშა. პირველ ტაიმში ჰოლანდია ეჯდა თავზე. просто ვურსაგორავებდნენ არაფერი არ უქნიათ მაგ. ერთი მომენტი ქონდა თელ ტაიმში. იმიტომ ჩაკეტილი ხონდა ზონები ისე რომ. აბა ხა ხო გამოდი გამიტანება ხო, მაგრამ ერთი ანუ ბოლოს ერთი შეტევა ხონდა ისეთ გოლი გაუტალა მე იაპონია და ოდი გაკოს ხონდა ძალიან კარგი ამ ბევრი მომენტები ეგ უკვე მე იყო უკვე მე კი გაიხსნა და მე იაპონიაც გააქტიურდა და მე მაგალითად ბოლოს იაპონია ეძდა თავზე სანამ გოლი არ გაუტანა მესამეში ატანაც შეეძლო დაჟე მოკლედ აი ესეთი კარგი სანახაობრივი მატჩები იყო კიდე რა თამაში თქვა თქვი რამეში ისეთი პირველი წრეა მაინც ჯერ და ზოგი გუნდი ხო იცი მე მიყვარს მუნდიალზე იმის დაკრება გუნდი როგორ პროგრესირებს მატჩიდან მატჩამდე აი ახლა თურქეთმა კი წააგო პირველი თამაში მაგრამ შეიძლება მეორე მატჩიდან უკვე საერთოდ სხვა გუნდი ვიხილოთ წესთ ეგრეს უნდა მოხდეს იმიტომ რომ შემადგენლობა ამ გუნდს ყავს ასევე არის სხვა გუნდებიც იმიტომ რომ წესით და რიგით გუნდებმა მატჩიდან მატჩამდე ისე არ უნდა იყოს რომ პირველი თამაში ჩაატარე და მე მოუკლო პირიქით უარესია ჯობია რომ პირველი თამაში იყოს ცუდი და თანდათან ეტაპობრივად მატჩიდან მატჩამდე მოუმატო მაგალითად არგენტინა მაგალითად რო ავიღოთ ნებისმიერ ჩემპიონატზე რომ ნახოთ გინდათ 22-ში გინდათ მის წინა 18-შიც კი ყველაზე ცუდი არგენტინა რო ვიღოთ 14-ში ნებისმიერი არგენტინა რომ ნახოთ პირველი მატჩიდან ბოლო მატჩისკენ როგორ პროგრესირდა აი 18-ის არგენტინა ხო ვიძახთ რომ ყველაზე ცუდი იყო რეალურად სამპაულის არგენტინა რო ნახოთ პირველი მატჩი ქონდა თორსო ისლანდიასთან იქ ფრერო ითამაშეს ხო მაკედან ყველაზე კარგი მატჩი რაც არ უნდა პარადოქსული იყოს არგენტინას ქონდა საფრანგეთთან რო წააგო 4-ცა იმ მატჩი იყო ყველაზე კარგი მომატება უიციან ზოგმა გუნდმა ასე და ეგაა საინტერესო რამდენად შეძლებენ პროგრესს ამ წინა მსოფლიოზე თავისთავად ეგრე იყო პირველი მატჩი წააგეს იმასთან საუდისთან და მერე თანდათან მექსიკასთანაც პირადად მესიმა გუნდი არ ჩანდა მექსიკასთანაც პირადად მესიმ გადაწყვიტა იმ თამაშის ბედ და მერე უკვე თანდათან გუნდი გამოჩნდა რომ მაგარი გუნდი არის ხორვატიასთან რო 3-0 მოიგეს მან უკვე აი შვიდად ვიყავი რომ კაი გუნდი თამაშობს უკვე პროგრესი იყო აი ასეთ რამეს რამდენად შემოგთავაზებენ გუნდები ესპანეთიც რო ავიღოთ ესპანეთსაც ჩვევია ეგ 2010-ში რო მსოფლიო ჩემპიონი გახდა პირველი მატჩი ქონდა თავი ვერ იფიქრებდი რომ ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა ეგრე ხდებოდა ხოლმე რა მაგრამ ხო სწორ დროს მოუმატეს ხო არა სავალდებულო რომ პირველივე მატჩიდან 98-ში საფრანგეთის ძლივს გავიდა ჯგუფი კი და მე იციან ხოლმე მომატება ეგ ძალიან ფასობს რომ რამდენად შეგიძლია ტურნირის მანძილზევე მოუმატო იქვე ასე რომ პირველი მატჩებით მაინდა-მაინც თუ ვინმეს თქვენი ფავორიტი გუნდი ცუდ არ გამოაკლად ნუ გადაიწურავთ იმედებს არა მე მაგისის აღარ მაქვს იმიტომ რომ აი საშუალო დონის გუნდება ისე გაამართლა ჩვენ რასაც ვსაუბრობდით რომ მოპირიქით კარგიცაი რა და უხდება მსოფლიოს ბრძოლა ერთმანეთს მარტო ცალკარას ყურება აღარ მინდა რა არა ცალკარა და არ როგორც წინა მსოფლიო ეგრე იყო მაგალითად ძირითადად სუის იყო ცალკარა იყო რა ეხლა აღარ არის ეხლა აგერ წამოვიდნენ ისეთი გუნდები მაგალითად იაპონია კიდე ბევრის კორეა ძალიან კაი გუნდია სამხრეთ კორეას გაკეთებაში მაროკო ავიღოთ აგერ და ნენელა სხვაებიც მოდიან მარტო ეს აღარ არის ადრე რო იყო ბრაზილია იტალია არგენტინა ესენი აღარ არის მარტო ეხლა უკვე სერიოზული შემოიყარა და ჰაიდზე წეღარ მე იმას ვიტყვი რომ რატომ მომეწონა ეს მატჩი გადასაღებად ეს გამართა ბოსტონში და ნუ აი გახსნა ხო ვიცით როგორი ცუდი აღმოჩნდა მაგრამ ამ თამაშის მეორე ტაიმამდე რომ გამოიხო მუსიკები არის რაღაცები არის და ან მაგარი ჯერ იყო მარადონას სიმღერა გაახსნა life is life და ძალიან მაგარი და მე გადავიდა Led Zeppelin და ბიჭო შოქში ვიყავ მეთქი საღო რაკამდე სადახარ თვაზე ხარ ამერიკელებმა იციან ეგ თან ბიჭო თან სანამ გამოვლე ფეხბურთელები იქ რაღაც სილამაზი ისინი რაღაცები ცეკვები რაღაცები და მაგრად გაასწორა დალას დადგმა მაგათ არის აი გუშინ იყო კიდე დალასში ჩატარდა რომელი თამაში იყო მოიცა დალასში იაპონია ის არის ხო ჰოლანდია ნიდერლანდები მან გააძრეს განზეროუსი welcome to the jungle აი გაიჩიტა მან და მეთქი აქამდე სადარ თუაზე და მე თქვენი არ ვიცი მაგრამ მე სოფრო ჩემპიონი მომწონს ჯერჯერობით მას მომწონს და იმის თვალსაზრისით ძალიან სანახაობრივია ყველა მას ვერ დავიჩემო და ყველა ვუყურეთ აი ეგ მაგალითად არ მინახავს მე ჰაიტი შოტლანდია მარტო მომენტები რაღაცა ნახება რაც უყურე კაი თამაშები იყო აი შენ რო უყურებ აი დავიწყე და ჩამეძინა შვედეთი ის ძალიან კაი თამაში იყო აი მაგას ვერ უყურე შვედეთის მხრიდან ძალიან კაი თამაში იყო
1-0-ზე დამეძინა რა. ნუ ნიდერლანდებზე უნდა ვთქვა ცოტა ისა რა. მალენი მომეწონა ძალიან და სამერვილიც ძალიან მომწონს. აი მე მგონი აქაც იყო ის ახალგაზრდულებროზე. მალენი მაგონებს ისა ვერონს. ვერონს იმიჯი. ნიდერლანდელი ვერონია. ძალიან кайფ ფეხბურთელია. სამერვილი და ტოტენჰემშიც პრემიერ ლიგაში ხო, იყო. ტოტენჰემში ძალიან და ასტუიზე ძალიან кайფ ფეხბურთელია. იკას ვანდაიქს დავაცხადოთ, ხონდა ძალიან კაი თამაში. თუ ჩვენ ლაპარაკობთ. ვანდაიქს არა, მარტო ანუ იმის ლაპარაკი რომ იმედი გაგვისურვდა და აი ცუდი ჩემპიონატია რაღაცა ვერ ვიგებ, მაგრამ ჯერ ბესომ სწორად აღნიშნა. გუნდს ეთყობა ზოგადად აი ჯგუფის თამაშებში მით უმეტეს. პროგრესი თამაშიდან თამაშამდე. აი მეორე კრუგი რომ დაიწყება, იქ ბევრი რამე გაირკვევა კი. რა. დღესაც საკმაოდ კარგი თამაშები არის. ხო, ფავორიტები ერთვებიან თანდათან უკვე ნელ-ნელა. თამაში. ესპანეთი შემოდის. ესპანეთი არის დღეს ხურდება მუნდიალი რა, ხურდება. კი, ახლა უკვე იწყება. ვასაძე იქნება ესპანეთი, კაბო-ვერდე, 11 საათზე უკვე ბელგია, ეგვიპტე იქნება. ღამის 2 საათზე საუდის არაბეთი, ურუგვაი არის. ურუგვაი ძალიან ურუგვაი მაინტერესებს და ირანი, ზელანდია. ირანი ზელანდია და ბომბი ჩამოვა. გაისურვა. რამდენი ლიმონკა აქვს იქნება? რამდენი ლიმონკა იქნება პილოტაინში? ეს ამოუჭრა. ეს ამოუჭრა. ეს პირდაპირ მარგალიტებში წავა. ხო რა, მოკლედ ჯერ მოიცა კიდევ ხო, ლაპარაკი. ურუგვაის თამაში ძალიან მაინტერესებს. ურუგვაი მართლა საინტერესო იქნება. ბიელსა ნიდერლანდებზე მეც ვიტყვი ჩემს სიტყვას. ნიდერლანდები ანუ მაინც ფინალი ჰოლანდიელები რაღაცა, მაგრამ ვაუ, ვირჯილმა ძალიან მოუწია. საერთოდ არ ეთყობოდა ამ კი, ნიდერლანდებში. გოლი კი გაიტანა, მაგრამ ამ მაგრამ თამაში კაი იყო ახლა არ იყო კარგი პოზიცია ძალიან ცუდად. აი ის გოლი რომ გაუვიდა ნიდერლანდი მაგის ბრალი იყო მათ შორის. ძალიან ცუდად მე გამოსია. მომეწონა ამ თამაში. ძალიან პოზიციურად ბევრი შეცდომა დაუშვა. ბევრი რა ესეთი შეცდომა დაუშვა, რაც საბედის ეს ყველაფერი იმედრალი არის, რომ ლივერპულში არ ქონდა კარგი და სეზონი. ეს იაპონიაში ერთი ეს მითხარით რა. პირველი გოლი რო გაიტანა ნაკამურა. ეგ იმ ნაკამურასი ვინ არის? მანჩესტერი რო გვაწამებდა, მანჩესტერს რო გაუტანდა სულ. ვენაც ხოლმე მაგას ვაკეთებდა მანჩესტერს. რას ვერცი. ეხლა კიდე ყველაზე ჰოლანდია გაამწა. ანუ იმისი ვიღაცა იქნება ნამე. შეიძლება ხო, არ არის გამორიცხული. მეგობრებო, თქვენ თუ იცით იმ დიდი ნაკამურა კომენტარებში ლეგენდა დავიწერეთ. ნაკამურასი ვინ არის ეს პატარა ნაკამურა, დაწერეთ კომენტარებში და ნუ მაგას ვამბობდი. ეს იმედია ხმა არ გავა. ქვისლია. ხო და მაგას ვამბობდი, რაც ძალიან ისა ნიდერლანდებიც ნიდერლანდები ხო რა, საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა. ნომერ პირველი ფავორიტი არ იქნება, მაგრამ თუ მოახერხეს და აი ის რაც ქნეს რომ მოუმატეს, აქ რესურსი მაგნიტო შორს გავიდა. ეგ არის როგორც ვამბობ, აი ის აღარა რობენი და ის გონდი აღარა. ვამპერსი და ისინი აღარ აყავს, მაგრამ ვინც ყავს? მემფისი დარჩა სკამზე გამიკვირდა ისე რა. მემფისი ბერაფში გამიკვირდა რა თუ გამოიძახეს. არა, ხო, ვინ უნდა გამოიძახოს? არა აყავს, მაგრამ ნო, რამდენი ხო, რესურსი რა თავისი სამბო. მომცი დაინტრა. მაგან თავისი კარიერა დაღუპა იმან რომ ტრავმამდე დაღუპა არიადიაში. უფრო მეტად იგი ხასიათების ფეხბურთელი იყო მაინც. ვინ უნდა წაიყვანა მაშინ მეფისი რო. ხო, მეფის რო არ წაიყვანა, ვინ მიყავდა? ეს ამან ხო რა წავეყვანე მე. მაშინ წაიყვან კვარაცხელიას მოკიდე ხელი, მაინც უფუნქციოდ ხავს, წაიყვანე თო. მე რომელი კუმანს უთხარ მე დაურეკე. რომელი ვინის ბილისანიოლი მე. კუმანის ნომერი შენ გიწერია და მე დაურეკე. ოშია. ახ, კუმანს მაინც ვერაფერ შეაგნებიათ, რაც არ მადაურებათ. კუმანი როგორ რაღაცა იცი? ფეხბურთელიც ეგეთი. რომ მოვიდა ბარსაში, მოვიყვანა ეს ჯარიმებს მემფისი სუარესის უყურე. ო რა. ჯარიმებს უთქამდა კაი ფეხბურთელი იყო ზოგადად არ უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ წვნელად არ მოუწევს. ნუ როგორც გუნდის სახელები გაამართლა კარგად იაპონიამაზე და კი, კაი თამაში იყო. თამაში კაი გამოდგა საბოლოო ჯამში, სანახაობრივი. ესე რომ ორხრივი შეტევებით. რაში ვხედავ რომ თამაში კარგია. როცა აი ბითოეს ახლა გვიანი იყო ეს თამაში იყო 3-ზე დაიწყო თუ არა 3-ზე კი არა 12-ზე 12-ზე დაიწყო და მე რაღაც არ მომწონს მეძინი. და არ დაგეძინა თამაშს. პოლონდე უყურე, მე და ფორმულას უყურე. იმან რომ მოიგო ჰამილტონ მაგაზე ვისაუბრე. გამაყოლეს. მაგას ვისაუბრებ ცოტა ხანში და გამაყოლეს. ხო, მაგაზე ისე პოლემიკაში ჩავიდნენ, რა შეიძლება დავჭამოთ ერთმანეთი. ხო და მე საგანორის მიეცა, ცოტა მეორეზე როგორ შვენივრად უყურე დავთქვი ამ თამაშის ყურებით.
მე დაიწყო იმის თამაში, რა ქვია, ეკვადორი, მაგასაც კოდივუარი ძალიან კაი თამაში გამოდგა ეგეც. რამდენი ძელი ორი იყო. სიტყვით კოდივუარზე არავის არ ეკონოს კოდივუარი, აი კოდივუარია და არა. ფიზიკურად ძალიან კარგი გუნდია, ძლიერები არიან და ჩემი აზრით გერმანიას შეიძლება ძალიან არ გაუჭირდეს, მაგრამ მარტივი გასეირება ნამდვილად არ გამოუვა კოდივუართან, იმიტომ რომ ალბათ ეგორი ნაკრები არის თავარი ფავორიტი, ანუ მაგ ჯგუფიდან გერმანია და კოდივუარი. ხო, ანგარის გასაწევი ნაკრები არის კოდივუარი. მე ეკვადორიც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეს, ძალიან კაი ფეხბურთი ითამაშეს, გოლის გასატანი ჰქონდათ, ალბათ ძელები ჰქონდათ იქ და არ გაუმართლათ, უბრალოდ ეს იყო ორი თანაბარი გუნდის თამაში, უბრალოდ ერთმა მომენტმა გადაწყვიტა მარტო ანგარის შეხედოთ, ვერ იტყვით რომ რაღაცა ისება რო უყურებ, კაი თამაში იყო. კაი თამაში. გერმანიაზეც ვიტყვი, ბარემ ნახა მოახსენეთ გერმანია, რომ მიუხედავად ანგარიშისა, მაინც ისთავეჭდება, რომ აი მონსტრი გუნდია, ჩემზე მაინც არ დატოვა. არა, გამონათება იყო მაგის. გამონათება იყო, მაგრამ ეს დიდ გუნდთან მე მგონია რომ რაღაცა იქ ხო, სენსაცია და იქ ზანემ რა მომენტი ვერ გაუტანა გერმანია. იქ ზანემ რა მომენტი ვერ გამოიყენა იქ. ვიცი, ძალიან ბევრ მომენტს ამიავებენ. სხვათა შორის ძალიან კარგი. ვიცი, კარგი. 7-1 დამთავრდა და ერთი დუბლი იყო მარტო ჰავერცმა არც იყო გაიტანა. მეტი საჭირო პრინციპი. მაგრამ ბიჭო, გერმანიის ხასიათს რატო ვიძახი? ხასიათი მომენტში რო არ ჩერდებიან, ეგ კაია. რო არ ჩერდება და აი პასები რა. ისეთი გოლები. კი მიხმარა, პასი როგორც ბრაზილიას რო მოუგე 7-1, ამა დაახლოებით ეგ მაჩის ისინი წამოიღო, ვაიდე. ეგეთ ტაირისტილის რა კურასაოსთან ახლა ვერ იტყვი რომ გერმანია. ვერ შეაფასებ. კურასაო ეძახი, მაგრამ ყველაზე მეტად კურასაოსი რას მომეწონა? გახსნილი ფეხბურთი ითამაშა, რა შეშინებული არ იყო. პირიქით კონჩეტევაზეც მიდიოდნენ, აბორავდნენ კიდევაც იყო რაღაც. იმიტომ რომ ზეწოლა არ ქონდა გესმის. წლეხის გარეშე თამაშობდნენ. ბიჭო, თავისუფლად ლაღად რა, იმიტომ ამ ხელა სოფლიოზე მოხვდნენ და ღადა ვაფშე ანუ პირველად კურასაო სად იყო სხვა დროს. ხო და იმენა სული გული დაძეს და მე დარწმუნებული ვარ მორიგ მატჩებსაც მასე ითამაშებენ. მე მგონია რომ იმათთან უფრო გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ისინი შეიძლება ქულა წამოიღოს, მაგრამ ის ექნას რომ მესამეზე ნახოთ, არ ვიცი. ეგეც არ გაგიკვირდეს, ანუ ისე ლაღად. მე არ ველი მაგას, მაგრამ იმიტომ რომ კოდივუარის და ეკვადორის ძალიან კაი გუნდებია, ორივე და არ მგონია რომ რომელიმე ხო, მაგრამ ესეც ლაღად ითამაშებს. ნახოთ. გამოჩნდება მეორე და მესამე ტურები, გამოჩნდება. თავი აი მომენტები გამოიყენა. იქ კიდე ქონდა ერთი მომენტი კურასაოს რომ შეიძლება კიდე ერთის გატანა, მაგრამ გერმანიას დაცვაში, ანუ იმანაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვია, იგივე ტამ, რაღაცა სისულელეები აკეთეს. რუდიგერი არ იდგა ძირითადად თავიდან. შოტებეგი ისიდა, ასტუეტი იდგა. მე დიდად გერმანიამ რაღაცას მიუხედავად ანგარიშისა, გავიმეორებ და ვიტყვი რომ სასწაულის საბჭოება არ მოუხდენია ჩემზე. არა, ამ თამაშით ვერც ამ თამაშით ვერც შეაფასებდა. ნახოთ თუ მოახერხებენ პროგრესს. ნახოთ. იკა რა მეთქვი? ხო, კი, ყველაფერი რა. კიდე რამე დაგვრჩა ისეთი? გოლი რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ახლა რაც გავიდა იმ ამერიკის თამაში არ გიხსენებია თუ წინათ გადაცემაში ვისაუბრეთ. ხო, ძალიან კაი გოლები იყო. კი. თუნდაც შვედეთის ბოლო გოლი. კი, ლამაზი გოლები გადის. აუ, იმან მაკრატელა რო დაარტყა, ბიჭო, იმაში. კოდივუარი ეკვადორზე იყო? კოდივუარი ეკვადორზე იყო. მაშინ. მანდ მოხდა კოდივუარი არტყა. გავა, მე მგონია 1-2 მაკრატელა გავა ამ სოფლიოზე გავა 1-2 მაკრატელა. ეხება საუკეთესო გოლის ჩემთვის, მე ვიტყვი ისტორიულს. მე ვიტყოდი ეს ავსტრალიის 20 წლის ბიჭუნაზე. ხო, მე ყველაზე მეტად ამ ეტაპზე მაინც ის გოლი მომწონს, კორეამ რო გაიტანა პირველი გოლი კორეას. ის ძალიან კაი გოლი იყო რაღაცა. აი, შენ გოლი მომეწონა. მე ვიტყვი ირაკუნდასის გოლს ვიტყვი, იმიტომ ისტორიული გოლი იყო და თან ეფექტურად მოგაცდა. მე იმბუმის გოლს ვიტყვი მაინც იმას კორეას მოატყვა, ნუ ახლა სტრაფეში ეხება ავსტრალიელს ასაჯობენ. ძალიან ისაა, სტრაფეზე დაიჭირა. მოძრაობაზე დაჭირა. დარტყმა ქონდა. ისე კი ზოგი ფეხბურთელი მაგას აარტყა და რაღაც ტრაქში გაუშვებდა. და კლასიკურ შეუსრულა. ხო, კოდივუარის ფეხბურთელმა გაუშვა ზუსტად ეგრე ბურთის. ჰაერში. ახლა მანძილი. ასე მე მაგას შენ რომ არ სიტყვი. მე მომეწონა შვედეთის პირველი და ბოლო გოლი მომეწონა ძალიან. ბოლო გოლი კაი. ბოლო გოლი მართლა კარგი იყო. იმდენად კადრშიც კარგად გამოსა გამეორებას, რომ იმდენად კარგად იყო შესრულებული. და იმდენად კარგი, ანუ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ახლა იმას ვიტყვი რომ ვან დეიკის თაურიც არ იყო
ვანდეკის თავური ძალიან კაი იყო. იმიტომ თავდამსხმელზე უკეთესად რომ თამაშობს ცველი ხო? ეს ახიავებს თუ ნიდერლანდელებზე, იმიტომ რომ ნიდერლანდელებს ყოველთვის ფინალ ჰოლანდიელებს ეწოდებდნენ და თავდასხმაში სულ ისეთი ფორვარდები სულ ყავდათ უმაღლესი თავზე დონეზე. იმენა გიჟები იყვნენ და პლევერტი სველი რო იგივე და- იტანს უკვე პრობლემაა თავდასხმაში. მაროკოს გოლის ლამაზი იყო. გოლის ლამაზი იყო. ვინის გოლიც ლამაზი იყო იქიდან. კი. ვინის გოლიც გოლი ძალიან კაი ბეკარეს იყო. უნდა აეღო ეგ. ვინის გოლზე ამბო? კი. მე მგონი არ იყო აღებადი, კარგად შეასრულა. კაი მეკარე აიღებდა. კაი მეკარია კაი ბონო, მეკარია, ახლა ბონოზე უკეთესი ვიღა გინდა რომ აი, იგოს. მაგან გაიყვანა წინა სოფიოზე იმამდე. ეგრე- ესპანეთთან და პორტუგალიასთანაც იფრინდა. ფეხბურთელებმა გაიყვანეს მას. ხო, მაგრამ ბონო პენალტების სერიაში ბონო იყო. ეგრე ბურთების აღება თუ მიდგას საქმე, იმა გაიგიჟას თავი კაცო. ავსტრალიის ახლა ავსტრალიის მეკარემ რო გაიგიჟა ვინ ამბობს რომ არ გაიგიჟო კაცო? ეგ იყო მატჩის გმირი ასე. ვინ ამბობს არა კაცო არ გაიგიჟო? ძალიან კაი მეკარე ყავს. თურქეთმა ვერ დატოვა მაინც კაი სამეცნიერება. ეგ არ იყო ის ფეხბურთი, რასაც მე ველოდი თურქების. აი რო შევადაროთ ევროზე ჩვენთან რო ითამაშეს იმ პირველ მატჩში, გახსნით მატჩი ჩვენ. ჩვენ ვერ ვეთამაშით. ჩვენ კარგად ვითამაშეთ იმ თამაშში. რომელზე იძახ? 3-1 რო წავაგეთ. ევროპა. ევროპა. ჩვენ კაი თამაში მაშინ არ გაგვიმართლა. ხო, ის ბოლო გოლიც იმაზე გავუშვით, რა ქვია, ბოლო მან სამზე. იმ მომენტი იყო რომ აი მე ვიძახი აქ რო ვითამაშეთ. აქ ხო. შესარჩევზე. მე იმაზე ვიძახი, ევროს გახსნას ვადარებდა ამას, ამ ორ თამაშს. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ ევროს გახსნით იმ მატჩში თურქებს. ძალიან არ მოგმართა იგივე ქოჩორაში. ქოჩორას ძელი იქ, შეუშალეს. მიხაუტაძეს ჰქონდა იქ მომენტები და ის მესამე გოლიც რაღაცა უცნაურად მისაგებად რომ კუთხურიდან ჩაგვეწოდებინა რაღაცა. არა ბიჭო, მანდაც როგორ იყო ის ყველა წინ მიყავით უკვე წასულები. ხო და მაგას მაგ მაგ დროს შორის. ბურთი არ უნდა გაიჩინო. მესამე იყო რა. მესამე გოლზე ბურთი დაკარგა თუ არ ცდები იმან რა ქვია. ათონაში. ალთუნაშვილმა. ხო. უაზრო პასივი ამოინდომა, მაგ ეგეთ მომენტში ეგეც გამოუცდელობის ამბავია რომ მაგ მოგორეში არაფერი საწინააღმდეგო პირიქით ძალიან კარგად დიალოგი მასში ვითამაშეთ ჩაატარეს საბოლოო ჯამში კაი თამაში იყო. კი არზო, აი, მთელი ჩვენს- ევროპა გაგიჟებული იყო. ჩვენც მატჩიდან მატჩამდე მოუმატეთ. პირველ თამაშს წავაგეთ, მეორე თამაში ფრე და მესამე თამაში სანახაობრივი მოიგეთ თამაშები პორტუგალიას. ხონდა, გესმის, სანახაობრივად კი. კარგად თამაშობთ და ხო. შეუძლია ლაღად თამაშობთ. ხო და ვერავინ ითხოვდა რომ ამათაკ რა უნდათ და ფეხბურთი არ იციან და იქ შემთხვევით აქამდე იყავით. კი, ყველაზე კაი შთაბეჭდება დავტოვეთ. და ეხლა სოფლიოზე რო ვერ მოხდეთ, მე დარწმუნებული ვარ, გული დაწყვეტილებოდა ბევრს, კი, მაგრამ რო ყვარა თუ არ თუ რა თქმა უნდა, ყვარა არის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ვინც ამ სოფლიოს ხო და წარმოვიდა თუ ჩემთან მთავარი- ლიგის თუ მთავარია რა, საუკეთესო საერთოდ. ფეხბურთელად დასახელდა და სოფლიოზე არ არის. მე თუ მკითხავ მთავარი ვარსკვლავი, ვინც ამ სოფლიოზე არა. კიდე ვინ არის ეგეთი დარჩენილი? არიან კაი ეკიტიკე და ვიღაცები არიან კაი ფეხბურთელი, ეგეთი მაგრამ ყვარას თამის გაიყვანეს არა, უბრალოდ. ტრავმა, იგივე ტრაუმა აქვს. ტრავმა. და სად უნდა ითამაშა რა? მაგრამ არა საფრანგეთში გამოუჩნდებოდა მაგას აი, სათამაშო დუე და ბარკოლა და ისინი არიან. ეკიტიკე ტიპიური ფორვარდია, ეგეთი ტიპიური ცხრიანი არ ყავთ მასეთი. დემბელე მაინც არა ამფლატის. ხო და გამოადგებოდა ლივერპულს მარჯვენა ზედმეტი მდგრადა თამაში. ეკიტიკე უეჭველი რო არ მიიღო ტრამა, უეჭველი იქნებოდა ხანაკრებში, მაგას არ უნდა დაფარებ. იქეთ კიდე ვიღაცები აკნია გერმანიას კარლი გამოაკდა ტრამვის გამო. ხო და არის ვიღაცები, ვინც ტრამების გამო წაეკლია. თქვენთვის ვინ გონიათ იმედ გაცხრუება? მაგრამ შევავიგეთ თქვა და იმის გასწრება გუნდი თუ ფეხბურთი. ხო. ნუ ჯერ ადრეა ჯერ მაგას ადრე. ლაბარაკი. ჯო ადრე რო მაგიტო გეკითხებით თორე. ვინ გაგვიცრუებს იმედს ამას ამბობს ხო. სამოავლოდ? რა ვიცი, მე მაინც გონია რომ მე მაინც გონია რომ მე პირდაპირ ვიყო საფრანგეთს. მე ბრაზილიან გონია რომ იმედ გაცრუება იქნება. აი ბოის ესე იგი ესე ჩამოყალიბეთ საფრანგეთი, მე ბრაზილია და მე პორტუგალიას ვიტყვი. მოლოდინი გვაქვს ახლა, თავარი ფავორიტები ჩემი აზრით ახლა ჩაერთვებიან. ესპანეთის შეფასებისთვისაც ეს მატჩი ახლა არ გამოდგება ისე როგორც გერმანიაზე. გონია რომ დიდი ანგარიშით მოიგებს ესპანეთიც. მაგრამ ესპანეთიც გამოჩნდება, მასე წინა სოფლიოზე არის, ხო, 6-1 რომ მოუგეს კოსტა-რიკას, მაგრამ ეგ პირველივე სერიოზულ დაბრკოლებაზე გავარდ. მაგით ვერ იმშია. გამოჩნდება მომდევნო ტურებშიც ესპანეთის რეალური ძალა, ძალიან მაინტერესებს არგენტინა. პირველ რიგში რა ფეხბურთს ითამაშებენ. მესი რომ რამდენად იქნება ინფორმაცია რაც მე კი ვთქვი წინა გადაცემაშიც რომ ისეთი ფავორიტი აღარა როგორც წინა მსოფლიოს. მაგრამ მაინც ფავორიტებში წერია და 4-ში გავიდეს არ გამოურიცხა. ჩემთვის მაინც ესპანეთია ფავორიტი. ნომერ პირველი ფავორიტი ჩემთვის ესპანეთი. პირველი ესპანეთი, მეორე ინგლისი. ხო, ჩემთვის პირველი ფავორიტი მაინც პორტუგალიას ვიტყვი, ნომერ პირველ აუ ფავორიტს და ინგლისი ფავორიტი. ესპანეთი და ინგლისიც მალვე. ფავორიტი.
მე ინგლისის ფინალში ბალეში ვხედავ. ვარ ახლა. შეიძლება ფინალი წავიდოს, არა? ზოგადად ინგლისის ბალეში ყო. როგორ გადავახტე თავზე? ესმის ხო. ინგლისის როცა გულშემატკივრობა. ესპანეთი უფრო უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე თქვენ ჩამოთვლით. რა თქმა უნდა. ესპანეთისგან მაგასველი ეხლა რას ითამაშებენ ეგ არის თავი. მაგასველით რომ ფეხბურთს ითამაშებს ესპანეთი. ის ფეხბურთი რაც თუ ჩვენი. ითამაშეს რაც მაშინ კი. ძართული იქნება მაგათი დამარცხება. მე გინდა გერმანია აიღე და გინდა ის აიღე რა თქმა უნდა. საფრანგეთი და პორტუგალია. კაი დამატებ თქვი შეც მაგრამ მე ერთადერთი ის გონია რომ აი უბრალოდ იმას ვიტყვი რომ აი ფავორიტი, ჩემ ფავორიტი მიგონია რა აი მიაღწევს ამ ყველაფერს. შენთვის ფავორიტი. ჩემს პორტუგალია მაინც. მე გამიხარდება პორტუგალიამ რომ მოიგოს. ხო იცი ჩემი დამოკიდებულება აგერ ჩვენი ბიჭუნასი რომელიც ბავშვობიდან მე არ ვარ იმ კატეგორიაში, რომელსაც გაუხარდება რომ მოიგოს, მაგრამ ფავორიტი არის. შენ ახლა გაცვია და როგორ იქნებს? მე იმ ბარსელონას ფანთარიც არ გამოგოთები, აი ვიღაცები რა წერენ რომ აი მესიმ რომ მოიგო, ახლა რონალდომაც მოიგოს ნეტა და ეგეთ ტიპი არ ვარ, მაგრამ რომ მოიგოს, მერტა შეარგოს. მაგალითად რა თუნდა მე წესით ყველას უნდა გაუსწორდეს რა თუ ფეხბურთი გიყვარს აი მაგწინადადებას არ მეტყვა, ყველას უნდა გავუსწორდეს. არა, მე რატომ უნდა გავუსწორდეს? არ რონალდოს ფანს რატომ უნდა ფეხბურთი თუ გიყვარს ეხლა რატომა შეიძულო მაგის გამო კაცი ბიჭო, შეძულება სხვა მომენტია, მაგრამ მე იმ ტიპის წინააღმდეგ ვარ. ეგეცაა სპორტის საზარდები. რატომ უნდა ვიყო იმ ტიპისკენ? კაც ვერ ხვდები მაგას, რატომ ავალდებულე? თუ დაიმსახურა რატო არა ბიჭო, სხვა რამეს თუ დაიმსახურა, კაც მოიგოს ხო იმას კი არ ვიზახ, მე რატომ მაგას მეც არ მომწონდა რაღაც ნახე, სხვა რამეს ვიძახი, კაც სხვა რამეს ვამბობ. რატო უნდა უგულშემატკივრო იმის მოგებას თუ? აი არ მაგ მეც. შემატკივროზე აბა მაგას ვამბობ. რო აიღებს მე არ გამოხდეთ მე რა უნდა გამოხდე, კაც რონალდოს ჰეითები რა უნდა გამოხდე, კაც ვიზახი, თუ დაიმსახურა დაიმსახურა. და ხო მე დავიზახო. თუ დაიმსახურებს, კაც ვერფაში აღგოს, მაგრამ მე რატომ დაიძულებ რომ უგულშემატკივრო მაგას შენ ვიზიყარ გვერდით და მაგითო აი, ესე იგი რომ დავდარიყავი მე მეთხოვდა. კაი всё აი მაგას ვერ მამაჯან. ეგ რა მიდგომა რომ აი როგორ არ გულშემატკივრობ გულშემატკივრობა, არა. ხო და არ გულშემატკივრობ მაგას მოიგოს ვიზახ. პორტუგალია რომ მოიგოს იქნება დამსახურებული და ძალიან მაგარი გუნდია და ახალი ძალიან მაგარი. ეკუთვნოდა მაგრამ ვიზარა ეხლა თავალ ახლა ამბავზე გადავიდეთ თქვენ ამბავზე და თავალი გახოცოთ ამბავზე ერთმანეთი. მეგობრებო გადმოდი ჩვენ აქ წინა ვიდეოში ჩვენ წინა ვიდეოში ერთმანეთი დავჭამეთ ფორმულა 1-ის ამბავზე და ფერარი ვერ მოიგებს და არასდროს არ მოუგია და ამიტომ არ ქონდა რბოლა მოგებული ფერარიში. ბარსელონაში გუშინ წინ არ მიყურებია გრან-პრი ვერ გეტყვი. მე ვუყურე შენ უყურე, მე არ მიყურებია, არ და მეცალა. უკან უყურებდა მერსედესის პროჩი უყურებდნენ აგენაც ვარ. რასელი პროჩი თუ უყურე და მაშინ უყურეს პროჩი. რასელი და ანტონელი წამოიღე ანტონელს მანქანამ ბოლი აუშვა და შენმა როგორც ითქვა პატრონასმა გიღალატა პეტრონასია, პატრონასია. პეტრონა მაგარი გიმთხუნად იქ თქვენი მაქსი გავიდა მეოთხეზე და შორის კარგად იბრძოლა მაგანაც ვერ ვიტყვი რომ ისა იმიტომ სვა ესე იყო რა იქ მე რაღაცა შეკეთება მე რო არ მოგატყო ლანდონ ნორისის პოული გამიკვირდა. აუდმა რა ვერ დააფიქსირა მაინც შედეგი აუდი მაინც ახალია ჯერ. ჯერ ახალი აუდი კადილაკი მეც ორივე ჯერ ველოდი. მაინც ახალია. და მოდი წინასწარ არ ვიტყვი. არა მეც ველოდი რა აუდისგან არა, აუდისგან უნდა ველოდოთ, იმიტომ ახალი პროექტია, ახალი გუნდია, ახალი მოკლედ ჰამილტონის გულშემატკივრობო თქვენ გენაცვალეთ გავიმარჯვეთ უკვე ვერავინ ვეღარ გვეტყვის რომ არა გაქვთ მოგებული ფერარშიო და დავამთავრებ თვითონ ჰამილტონის ციტირებით დავამთავრებ ხო შეიძლება I'm sorry I cannot talk you and Forza Ferrari ფერარი. მე მოვჩივსიო ერთად რა შემილია ვთქვა რომ იმ კატეგორიას მართლა არ მიეკუთვნები რომ აი ჰამილტონი მეზიზღება დაგინა თუ არა ანტონელიზე ვარ ციკლული ან რასელზე უბრალოდ გამიკვირდა მაკლარენის სამელში გასვლა არ მიყურებია უბრალოდ ვერ ვიტყვი ანუ აი რამხელა დამოკიდებულება გუნდს აი წინაზე მაგაზე ქონდა ლაპარაკი რა აი იქ რო აყენებენ რა ფერარი სადაც ჩარლი ისევ გამოვარდა მაქსის პრობლემა კიდე ეგ იყო გუნდის პრობლემა იყო
უფრო მეც უნდა მიეღწია მაგრბოლაზე, იმიტომ რომ უყურე ყველაზე დიდხანს ანდომებდა ეს იმაში რომ აყენებენ მანქანებს და როუცებ იმაში აუკეთებენ და პიტლეინში რო შედიან. ხო რა, მაგ ამბავში ყველაზე დიდხანს აკავებდა დროს ეგ. და იქ եղավ იმან მერსედესის იმან. ხო მივიდა, ან ჯერ რასელის პირველზე იყო ბოლოსკენ გაასწრო რა. მეორეზე სუეჯი და ისა ჰამილტონი. რასელი ხო შევიდა. წამი და რაღაცა რა. ცოტა გავარდა ეგ. მეთქი რა იყო ცოტა გამარჯობა მაიცატყია რაღაცა მაიცატ. ეგრე არის. აი მაგ გუნდი რო ყავს ძლიერი, მაგ უფრო მოიგებ რა. დაქართი. აი მე მორჩა ხო? ორცე. სვაი ამის თქვა მინდოდა მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ Ferrari, Forza Italia. Forza Ferrari. დავამშვიდობოთ. ხო, ვემშვიდობოთ. დიდი მადლობა ყველას, რომ გიყურეთ. მსოფლიო ჩემპიონატი ახლა შედის. კაი ფაზაში, ყველა გრანდს ვნახავთ ამ კვირაში უკვე. პირველი წრე დამთავრდება ხო ამ კვირას ბოლოს. და იქ მეორეც დაიწყება და ნახოთ, მე სასაუბროს დაგროვდება. გახურდება უფრო და უფრო კარგი სასაუბროს დაგროვდება და უფრო მე წარმოდგენა გვექნება უკვე გუნდებზე რა შეუძლიათ იდეაში რა. ერთად ვისიამოვნოთ ფეხბურთით. მადლობა. აბა წარმატებები გამოგვიწერეთ აუცილებლად, აბა დროებით.